საფათო მომენტი დარტყმა და გაიხსნა ანგარიში. ონორე გომისი არ აღნიშნავს გოლს, გასაგებია გასულ სეზონში ის ბათუმის დინამოს ფეხბურთელი იყო და ეხლა უკვე დინამო თბილისის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა თავისი ახალი გუნდის მაისურით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგი ეპიზოდი იყო, კარგი დარტყმა გამოუვიდა. კიდევ ერთი დარტყმა და მცირე მანძილით ცდება ბურთი კარს. მარჯვენა ფრთიდან კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს აქ უკრაინელი ლეგიონერია ეს პოტალოვი საბოლოოდ კუთხური. დარტყმა და ბურთი მცირე მანძილით ცდება კარს. კი 2-0-ია უკვე ანგარიში 38 წუთზე. ონორე გომისის კიდევ ერთი გოლი დღევანდელ შეხვედრაში და დუბლი. დაბრუნებაც ასეთი უნდა თავისი ახალი გუნდის მაისურით ონორე გომისმა დუბლი შეასრულა. აი აქ შეცდომა და საბოლოოდ ნახოთ რა ხდება. დარტყმა და 0-3 მაინც მოახერხა სირაძემ ასევე თავისი სადებიუტო გოლის გატანა და ანგარიში უკვე ძალიან დიდია. ყვაყოფილია ლურია და ყვაყოფილია აბსოლუტურად ყველა დინამო თბილისის კომაგი, რადგანაც ვერავინ ვერ იფიქრებდა ამას, რომ აი ესეთი შედეგი შეიძლება დაფიქსირებულიყო პირველ ტაიმში 0-3. ჩვენიერი გოლი ანგარიში ხდება 1-3. ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ეს არის ახალგაზრდა ფეხბურთელი შეცვლაზე შემოსული მე-40 ნომერი, ეს გახლავთ ლევან ხოზრევანიძე. აი ესე გამოაფხიზლა ტრიბუნები, გამოაცოცხლა თამაში ამ ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელმა ყოჩა ამ ეპიზოდში აი ხედავთ. სტუმართა გუნდი აქვს საკმაოდ აქტიური, შორეული დარტყმა და მეკარე თამაშობს. განმეორებითი მოძრაობით იღებს გუნდს ლაზარე კუპატაც. აი ეს პასი უკვე გამამწვავებელია, საჯარიმოშია თბილისელი ფეხბურთელი, შეიძლება დარტყმა, კიდევ ერთი მოძრაობა და რა კარგი გოლი შეიძლებოდა ყოფილიყო და კვლავ ეს მეორე გატანილი გოლის ავტორია სირაძე და პირველ ეპიზოდშიც აი ესეთი მოძრაობები დაგვამახსოვრა თავი და აქ კიდევ უფრო კარგი იყო, მაგრამ ვერ მოახერხა. აი დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ უნდა ეთამაშა. კვლავ თბილისელები დარტყმა და ხარიხას ხდება ბურთი, კიდევ ერთი დარტყმა და ცდება. კიდევ ერთი შანსი. კარგი, ძალიან კარგია სირაძე დღევანდელ შეხვედრაში. კვლავ იგი ლომთაძე იყო თუ სირაძე, ვერ დავინახე, მოდი განმეორებით რომ ნახავთ. მაშინ უფრო დავწუნდებით რომ არ შემეშალოს. დარტყმა და ძელს ხდება. კიდევ ერთი შანსი და გადარჩა დინამო ბათუმი. ბევრი ქონდა დინამო თბილისს დღევანდელ შეხვედრაში შანსები და კიდევ ერთი აი ამ შემთხვევაში ხარაიშვილი. მოდი ვნახოთ თავიდან. აბუსელიძე ჯარიმა არ არის. საჯი ახლოს იყო ამ ეპიზოდთან და აი კარგი შეტევა, არ არის თამაშგარე და ანგარიში ხდება 1-4. 1-4 ჩიქოვანი გატანილი გოლის ავტორი ნიკოლოს ჩიქოვანი. მე მგონი თავისი მოედნიდან დაიწყო ის ჩანდა და არანაირ თამაშგარეზე არ იქნება აქ საუბარი და ჩიქოვანის სადებიუტო გოლი, ყველა ფეხბურთელის გოლის სადებიუტოა დღევანდელ შეხვედრაში.